საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა სახალხო დამცველობის სამ კანდიდატთან დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, ლია მუხაშავრიასთან და ნათია იმნაძესთან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უმრავლესობა ომბუდსმენის კიდევ ორ კანდიდატს თამარ გურჩიანსა და უჩან ანუაშვილს სავარაუდოდ ორშაბათს შეხვდება. სახალხო დამცველობის კანდიდატებმა დეპუტატებს სამომავლო გეგმები გააცნეს, ასევე უფლებადაცვის სფეროში დაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგინეს ანგარიში. ომბუდსმენის პოსტზე სულ 7 კანდიდატი განიხილება. თამარ გურჩიანი, დელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩან ანუაშვილი, ნინა ხატისტაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე პარლამენტმა ომბუდსმენი 13 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. საკითხი სავარაუდოდ პარლამენტის 5 დეკემბრის სესიაზე გავა. უკვე 6 წელზე მეტია ამ აპარატში მუშაობ. იყო ბევრი კრიტიკაც წარსული სახალხო დამცველების, რაზეც მე მომიწია ჩემი პოზიციის დაფიქსირება. იყო კონსტრუქციული წინადადებები და კითხვებიც, იგივე სისხლის სამართლის საქმეების გადასინჯვაზე, ამნისტიის კანონ პროექტზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს იყო საკმაოდ სამუშაო ფორმატში ეს შეხვედრა. კოლეგები, რომლებმაც დღეს ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ მომავალში, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი, სახალხო დამცველი უნდა იყოს პირდაპირ ავანგარდში დემოკრატიული მოძრაობის და დემოკრატიული პროცესების, ამიტომ ბუნებრივია, უნდა იყოს ბევრი კანდიდატი და უნდა იყოს ნამდვილი ჭეშმარიტი კონკურენცია. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საქმიან ვითარებაში წარიმართა ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ნახევარი საათის განმავლობაში წარმოგვედგინა ანგარიში ჩვენს მიერ უფლებადაცვის საქმიანობის სფეროში გაწეული მუშაობის შესახებ და ამის შემდეგ გაგვეცა ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც აინტერესებდათ. უმრავლესობა ჯერ არ გვიგვჭელია კანდიდატებთან დაკავშირებით. მე გეტყვით, რომ იყო ძალიან საინტერესო, ეს პრაქტიკულად 3 საათიანი შეხვედრა. თითოეულ კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი თავი წარმოეჩინა შეძლების დაგვარად მაქსიმალურად. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწონებულ კანდიდატს, ეს გახლავთ თამარ გურჩიანი. ამის თაობაზე ჩვენ ადრეც განვაცხადეთ. ძალიან სამწუხარო არის, რომ ქართულმა ოცნებამ დაარღვია თავისი პირობა, არ დაუჭირა მხარი ამ კანდიდატს და უპირატესობა მიანიჭა მათთან პოლიტიკურად ყველაზე მეტად დაახლოებულ მათი გამგეობის წევრის მეუღლეს.